აი არა ეს ლუდი ამათი ლუდი მიყვარს რა. ამათი კაი. იქ რუსთაველზე რო არის იქ ის არ მომწონს. რუსთაველზე სად ამბობ? რუსთაველზე კაცო მეტროდან რო გამოდიხარ მარჯვენა მხარეს. მეტროსთან რო გამოდიხარ ლუდი მანდ არსად არა რომელი ლუდს? ბიჭო ლომის თავები რო იქიდან რო გადმოდის ლუდი იქ რო ივსება. სულ ეგ წყალია რა ლუდია რა ნორმალური ხო? რა ეგ წყალია. წყალია აბა. მეც არა თქვი რა უგემური გემო აქვს კონკრეტო. არა თევზი მაგარი აქვს უკან ძმაო იქ დიდი შენობა როა ის ბრგვალია ცოტა უცნაური თევზი კია ცოტა ბრგვალი რაღაც ისეთი სხვადასხვა მაგარი თევზი. კარგია. რა ეს ადგილი არის სასწაული ვაფშე. ეს ადგილი. იმას ჯობია დახურული სივრცე აგერ ფართი მეტი გაქვს სუფთა ჰაერი ჩაყლაპე რაც გინდა და გაქცევის მეტი საშუალებაც არის. მეგობარო, ფული გადაიხარე რა, ფული ხო სხვა მაგას. დიახ, ერთი წუთით ეხლა. აი რას გეუნებოდი? გაქცევის მეტი საშუალებაც არის მეთქი. ფულს არის ხდი შენ კაცო. ეხლავე დამაცადე კაცო ცოტა ხანი. გიცდი? აბა, კარგად იყავი გენაცვალე რა. აბა, კარგად. გადამიხადე ეხლა ფული. სადა, ვინა? რა ვინა? სადა, ვინა, რომელი? მოდი ბიჭო, აქ. სადა, მოდია. არაკაცია, ნუ. თუ არაკაც მერამდენჯერ მატყუებს უკვე რა. მერამდენეთ მატყუებს. შენი ბრალია, მე კაცო. გული რომ კარგი უბრალოდ რა. გამარჯობა, ცივილუდი. აი, ორი კათხა ცივილუდი. თევზი, გაქრა უცებ დადო. კარგი ჩავებული, შეგენაცვალე, ოპა. აგერ ბატონო მეორე. შემოვიდა. თევზი, სოსისი ჩაკარა. აგერ. ხარშა ეგრევე. თევზი. კი, შეგენაცვალე, ო შენი 15 ლარი. ბატონო, 15 ლარი. წინასწარ არის გადახტა? რა თქმა უნდა. აბა წავედი, აბა კარგად. აბა ჰე. სასწაული მოდის. მომისმენთ მეგობარო, ესე იგი ტარანი მინდა. ტარანი. კი. ტარანი გვაქვს, სასწაული ტარანი გვაქვს. სასწაული ტარანი. აბატონო, შეხედე. ო? როგორია? არიცი, ბიჭო. არა, ცოტა უფრო დიდი მინდა რა, დიდი უფრო? უფრო დიდი ტარანი, აბა. ი ბატონო, შენ დიდი კაცი ხარ, ეხლა გამხელა ხარ მართლა. აბა, შეხედე აბა ამას. თოტარბილით არის თან. არა, უფრო დიდი ტარანი თუ გაქვთ, აბა. უფრო დიდი, ამაზე რა დიდი. გავაკეთე, კაცო, უფრო დიდი მინდა, ხო? მეტი დიდი ტარანი, რა მოგიხერ. მოიცა ერთი წუთი. აბა! რას ვიქრო? შენი იდეა, კარგია, კი, მაგარია. მომეცი აბა. მომეცი აგე. ოპა! გენაცვალე, შევდავთ ფულს მოგიდათ ეგრევე. მოიარე, ფულს. შეგენაცვალე, რა ტარანი გავყიდე, ბიჭო. რა ტარანი გავყიდე. მიშა, როგორ ახარ გაუმარჯოს. ზურაშე მაგარო, შენა. როგორ ახარ, ბიჭო, რა შენ? აი ბავშვთან. სადა იგა, შეგენაცვალე, თითა რა საყვარელია, რა ფხელა გაზრდილა. ეხლა ამას რო აქვს თეპატივი რაღაცა. მოდი შენ ლუდი გამომართვი ძმაო აგერ. შენ რა მოგიფიქრო ეხლა რა მოიცა? მოიცა? ერთი წუთი? შენ ბიძია. ლუდიანი ბუშტი. ცივილუდია, შეგნით გავმართვი, შეგმოგე. შემომიარე, ძმაო, შემომიარე, გაიხარე. დაჯექ. ბიჭო, რამდენი ხნის უნახავი კაცი. გამარჯობა. ლუდი, თევზი, სოსისი. ახლავე ძმაო, გეტყვი. აბა. ხასავა. გამარჯობა თუჯებო. უი, გამარჯობა თუ გაცრავად. ბაკალს გამოგისვით რა. ამასაც გამოგისვით. ამას საერთოდ მაგიდას გამოგისვით რა ბიჭო. ბიჭო, დაგე დავიძეთ. იქი დამოდი. ხო არაფერი დაგიმატოთ, მეგობრებო, ხო ყველაფერი კარგად არის. აი ცივილუდი, აი ტარანაც მომ ყველაფერი კაი. ლუდი დამიწყი და მარავიდე ცუდა თავარ ბიჭო. გაიყო, ძმაო, რა დაგემართა? პათოლოგი ვარ ბიჭო, ლუდი დამიწყი თორე. მაქს კანს აგაზრობდა ტაფაზე შევწვა და შევჭამ. აი მაგურებს არა, მოგაცლი. ზეთში ჩავხრაკავ. ოღონდ სოიოზზე ჩიკუჭი ვარ მატკივეს და შევახრამუნე ბიჭო. აწნარდი ძმაო. ლუდი დამიწყი პათოლოგი ვარ ბიჭო. ახლავე არც ფული მინდა, არაფერი. და პათოლოგი ვარ ბიჭო. ძმაო, ნუ ნერვიულობ. ძმაო, გამომართვი და გაიგე! დაწყნარდი, ოღონდ შენ დაწყნარდი რა და არც ფული მინდა, ძმაო, არაფერი კიდე დაგისხავ. კიდე, შეგარგოს.
დიდი მაკლი. გამიხარე. ხომაც შეგაწევ. რა, უფრო შემაშინე ცოტა. ბოდის იხდის. არ მინდა ფული რა. არა. რა არის ეს? გაიხარე ძმაო, გაიხარე. გაიგე ბიჭო! ვინ არის ეს? ვაა. აუმარჯოს? მაგარი რაღაც გაიხსნეთ ახლა ძალიან მომწონს ეს რა ეს. ბატონო ეს თბილისის ქალაქს ეს რაღაც აკლია. ძალიან გასხერთი ლუდი. ლუდი. ძალიან კაი რაღაცა არის ეს. ეს ხალხი რაღაცას. კარგი. აბატონო ცივი. მაშინ გენაცვალე. ცივი ლუდი. ეს რა დაგემატებინა. კაი ლუდი. აი, ფული გადამიხადე. კაი ლუდი. სანამ გადაგიხდი უცებ რა, ანეკდოტი. ვანელი სვავს ლუდს რა, ძალიან მაგარია. ხო და ძალიან მაგარია. ხო დასხი მეორეც მანამდე. ხო და მეორეც დაგისხდი, კი ბატონო. ვანელი სვავს ლუდს და ეუბნება ესა. მეორე ახლა ეს გურული რა ვიც დაუსხავ. შენო ბიჭო რამდენი კათხას ვსვავ, გაიგე? ხო. ხო და მესამესო. ესე უნდა. მოიცა, კაცო ხა რა ანეკდოტს მიყვება. ითხრა, მაგარი რა, ხო და. ფული გადამიხადე, არ მინდა ძმაო ეს ანეკდოტი. ეს მეორნაირია, ხო ესა? ეს მეორეა, ეს უფრო ცივია, აბა. და ფული გადამიხადე, კაცო. ეს ჯობია. აი, ფულს გადაგიხდი, კაცო, კი, გამწევი არა ვარ. ჯდება ახლა ხუთი დაждდება ხელფასი და რა ხუთში დაждდება, კაცო, ხუთამდე უნდა გიცადო ეხლა. სანამ დაждდება ხელფასი ერთი ანეკდოტი უცებ. რა ანეკდოტი? გადამგდები ხარ, შენ თუ ვინა ხარ? მენეჯერ მოდი ხარ. კაცო, გელაპარაკი. კაცო. რატო არ გადამგდე გელაპარაკი? არა. გადაგდებაში მე ხო და ეს ელაპარაკება გამი. არ მინდა ეს მაგარი ანეკდოტი, მართლა მაგარი ანეკდოტია რა. ძალიან მაგარი ანეკდოტი. ეს ელაპარაკება რომ შენო ბიჭო ისაო რა ვქი მე რამდენი საერთოდ ხურა ვაკაურობა ზო არ მინდა ეს ანეკდოტი და რა ვქნა ან ფული გადამიხადე ან წადი საერთოდ გიღვები არ ჩენი ფული მინდა არ ჩენი არაფერი ზო არ მინდა ესე იგი არ გინდა მე რაღაც მალაპარაკებ ამ ხელაკას დამცინი დამდები ხარ აფერის არ გინდა ფული არ გინდა რატო მალაპარაკებ აი არ მესმის მოდი ხარ ხო ელაპარაკებია ფული არ მინდა მეუბნება ფულს არ იხდი შენ არ მინდა კი ბატონო კაცო კი ბატონო ნახე რა პროსტა რა რა მაქსელი ნერვები ობამა წადი ზო არ მინდა ეს ანეკდოტია ვინახარ შენ ვა მომიშალა ნერვები რა საერთოდ რა მოდი სად და კაცო ფულს კი არ იხდის აი ეს რაღაცა ანეკდოტები დროს მიწელავს და მე მირბის ვინ არის ეს საერთოდ რა და საერთოდ კომედი შოუს უნდა უყურო 11 საათია უკვე რა ვა სანამ კომედი შოუ დაიწყება უცებ აკაცე და რიკაცო ხურა ვაკაურობას აღარ მინდა საერთოდ კარგად ამბებოდე რა არა ძალიან მაგარია რა ძალიან მაგარია ხოდა აბა Расцветали яблони и груши, поплыли туманы. Стой, Будайдо. Стой, я сказал. Руки прочь от советской власти, я сказал. Давай, чувак, куда ты идешь? Давай. Гулять, Федя. რატომ მიკეთეს ბიჭო ხედავ კაცო რა ესე როგორ შეიძლება საზღვრის გადმოწევა კაცო როგორ შეიძლება გაბიჯებული ვარ. თან ზუსტად ესე გაუმთხილებლად კაცო ჩემი ძრო ხა მოყო პირდაპირ საზღვრის შუაში ესე იგი იქით არის ტანი და აქეთ ჩემს ქედ არის თავი ხო მე ვაჭვევ აქეთ საჭმელს და რა გამოდის მე ვაჭვევ და ისინი წველიან რუსები ბიჭოს როგორ შეიძლება კაცო დავай ახლა დროზე აშალე ხო Что ты не понял? Что ты хочешь? Что ты хочешь? Давай. Кепкасты. Тоже мне. Угу, да, если интерес к его усак, бэти, карга, это
გადაგვიში კაცო როქები ყავს იქ ნორმალური. Давай, чувак, амбалты, кто такой вообще? გადაუშვი კაცი რო გეუბნება ვაშლები მაქვს მოსაგრები კაცო ხეხილი არის რაღაცა ხო შეიძლება გადავალ და გადმოვალ უცებ. Нет, я сказал. კიტრი მაქვს დათესილი კიტრი მოვწყავ რაღაცას დაუყრი სასუქს და გადმოვალ უკან ხო შეიძლება. Твой китри уже вырос, во! გაიზარდა Да, უკიდე. во! კონდეთ დაიტოვეთ გამოგადგებას. Ты сейчас меня гиновал? Ты меня гиновал? გინავატი არა როგორ გადავიდე ხანაში როგორ გადავიდე ჩემს ხანაში Что такое хана? ხანაში როგორ გადავიდე რა ვქნა ეხლა მე კაცო გადადი დათესე დახანი და გადმოდი რა უნდა გააკეთო. ახანი ეს ახალგაზრდობა გამახსენდა რა ადრე რო გადავპრინდებოდით ხოლმე რუსეთში გადავხნავდით იქაურობას მე ახალგაზრდა ვარ რა ვიცი. ამათ რა უხარი მე რა თორე Стой, стой! მოდი შინასვამი ვარ. Давай отсюда. Давай. ვაჟა აჰა, გადავიდე. Понятно, давай. როგორ გადახვედი კაცო როგორ ახლა? როგორ მოახერხე იქით ყოფნა როგორ გადავედი და ვიზა ჩავარტყმევინე, აგე ვიზა. აჰა, აგე ეს მოსაკრეფად რო ვიყავი, იმაში ჩამიწყეს. ესა ვიყავი, ესა რო უნდა დამეთესა მაშინა. ესე გაკეთება ჩვენო გაკეთებული მაქვს პასპორტი. სადა ეგა? აქ აგე აი ქრისტიანა, ხო. ხო და გადავედი ესე რა, წავედი ესე. ეხა მივდივარ საკონსულოში. ვიზა უნდა ჩავარტყმევი რომ მოსათიბი მაქვს. აი და კაცო, ჩემ ხანაში მივდივარ ვიზა მივდივარ. Давай сюда, здесь нельзя. Давай немножко. Туда, давай. Все, давай, я сказал. Немножко ближе. Немножко ближе, давай. უსათოხნად გააფუჭე პასპორტი შეც კიდევ რა გამოგეყენებინა ცოტა ნორმალურად Нет, спасибо. რა გახსენდა ხალხი Не надо мне твоего яблока. ლაშლიკაია ჩვენ რა ვქნათ გლეხემა ესეთ გაშივა მოგვაქციეთ ყურადღება რაღაცა კაცო ალბათ გაცხადება გაკეთეთ. საერთაშორისო სიტყვებს თქვენ აბრალ აბსოლუტურად გაკეთება, ამას გაცხადება ეს შეიძლება. ამას გაკეთება ხა აუზაურად და გაკეთება. მანახე ერთი ზაშეშმუტებული იყო. პრემიერისტი ზაშეშმუტებული იყო სვათაშოშა. ამას ხარ ხა 10 ნახევარი იყო და ეს გაბავი რომ გაიგო 10 ნახევარი იყო. ვიშტანა ჩოთა. რომ გაიგო საბა ძალიან ანერიული და ზაგაბარდა მედიცინე იძინებდა რომ დაეძინა კიდე ანერიულდებოდა კიდე ხოდა ხა მოვავწურებთ გამოიწვია კალათის გაცილება გამოიჩქერა და როგორც დათანდება საბა მოვავწურ ხო და ჩამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგვიდგეს გვერდზე გლეხებს გაგამოვა Стой, стой. Стой, куда идешь? Куда идешь? საქართველოს ტერიტორიის გადაადგილება პრეზიდენტი ახლა რაცა. Руки прочь, я сказал, давай отсюда. Давай, чувак. Это кто такой? Кто это такой? Что это такое? Бендена или что это? Что это такое, я тебе говорю? ძალიან Давай. я ვიგაი ხალ კონფლიქტი აგიდა ვერასოდეს ვერ იჭაჭადებს საქართველოს კომიტეტს. კონფლიქტი აგიდა ჯობია ხეთ გამოიტაკეთ უპაკაფე ხალ კონფლიქტი აგიდა საქართველოს კონფლიქტი აგიდა ხაბატა და ზუბუხა ხაგას მე მინდა მოგესალმო ჩემო ძვირფასებო ხდება უმსგავსება საქართველოს ტერიტორიაზე მე მინდა მიმართო პარტას რა შეფასებას მისცემ რომ ხდება ცოცვითი რეჟიმი რუსეთის მხრიდან ჩვენ ახლა ლაპაკი ქონდა ჩვენ ზაცუდი მდგომარეობა მართლა ხარტებზე რა სიტყვი პარტა გასახება მათუხლათები მაგ ლაპაკი არ კარგი კარგი არა ხა ჩვენ მაგ ხუთა მათუხლათების მაგეროთ ხა ჩვენ გაკეთებდა ჩვენ ხოთა ასეთი მდგომარეობა იყო გაკეთებდა მოდეკოდ გათვლი ეყავს სწორად ამარ ახლა ისე ჩახლავთ ევროკავშირიც ვერ ვიშელის ასე რომ მათუხლა ქალები რომ დაყენებინათ ამ კაცი შეხმა სალამ მოიღებდა მათუხლა რაღაც ცოტა კეთე გაკეთებია ქალები გაკეთებინათ მასაჭო მე მინდა უბრალოდ ვიცოდი ახლა მინისტრი ხარ ახლა ამ საკითხებში და უბრალოდ მინდა ჩააბარებ საქართველოს პრეზიდენტს ანგარიში როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა ჩვენ ხა ესეთი ხაც გავკეთე ხა თქვენ შეიძლება თქვენ სუბეოთ თქვენ აპაკო მე ვაშტები გავკეთე კაიოშები გამოტაკი და ჩვენ ამ საკითხი და როგორც სამასებეთ გამოწეს მათ საზღვარზე ჩვენ რეაქცია მას შეგქონდა მე პიდა ამათ მის პიდა შეხვდი ამათ მის შეხვდი და პიდა მე გენს ველაპარაკე მე ვთხარი რომ ტაკი ვაბუზოში კაკდა ძელას დგდერო ელკაში მე და პრეზიდენტი და შენ ახლა ამენაზე თუ ელაპარაკე მადლობა უნდა თქვა რომ თბილისთან არ მოიტანეს ესაზღვრება კიდე გამოდირა ახლა მე მინდა თქვა მე ალბათ შეეშალა რას ერჩოდა იმ პარტას
უმსგავსება ხდება ხო? ჩოყოს ახუნთებია ხო და ადაგავთ საქართველოს და რუსეთს. ძაბები რაღაცა მეტყვებს ამაზე. თუ დაგინდა ბატონებს ვეთქვა. ძაბები რაღაცა ესა ხო დოჩები აიწია კარტოფი გაძვიდა დოჩები დავდა დაიცა კარტოფი დაიცა და ეს როგორც არის. ესა კიდე იოცა იყო ვასილი ჯებო და გასვი მოვიდა შევადაце ჯიბსავი იყო ჩავადაზე. ეს აზეა საქართველოს რუსეთებაზეა. თუ ლექსებზე მიდგენ საქმე მე შემიძლია ვესაუბრო ლექსებით რუსეთის ფედერაციას და მიმართო. პუტინი მოდის კიდია წვერები. ჩვენ ამათან დიალოგში უნდა შევიდეთ და ეს უნდა იცოდეთ შენ კარგად. დიალოგში უნდა შევიდეთ ამათან. დიალოგში კი არა, შემოვიდეთ დიღომში. რომელ დიალოგში? ხო შემოვიდეთ დიღომში, ეხლა უკვე დიალოგში აღარა საქმე, რეაგირება უნდა მოხდეს სასტატ. და დიდი ამბავი ახლა. ჯერ ეს ერთი ამას საზღვარი არ გადმოუწევიათ. ამას საზღვარი ჩაწიეს იქეთ. კი არ გადმოუწევიათ. კი არა, ჩაწიეს საზღვარი გადმოწიეს, ხო ძალიან ხო რა? მე მგონი შეიძლება მაინც ისევ სიცოცხლეში ცხოვრობ მე მგონი. თუ ვიბრმავებთ და არაფერი არ გვინდა რომ გავიგოთ და არაფერი არ გვინდა რომ დავინახოთ, ხდება საქართველოს დაქუცმაცება მით. დაგენის და უგინდა? გინდა დაგანახოთ შეში. ძალიან. დავანახოთ ავიშიც რო ეხლა მას. ნახე დავანახოთ. არ და პრობლემა შენ ერთი თვალით ერთი მხრიდან უყურებ მარტო. აი დაგანახებ შენ. აი შეხედი ახლა ნახე. ნახე. აი გადაწიეს თუ ჩამოწიეს? შეხედ გახა როგორ საქართველოს ტერიტორიაზე გასა. საქართველოს მე მგონი ჩამოწიეს საზღვარი. ძალიან ეს შეიძლება. აი ნახე. ისე ამ ადამიანს ნახე როგორ დაველაპარაკო. იარად გაწია. როგორ ყასა დაველაპარაკო შეხედი ახლა. მოგესალმებით როლიქში. ჩუ? თქვენ სახელი რა ქვია თქვენ? ბატა. დაიო? ვახტაკი ქვიაო. ვახტაკი ქვიაო. ვახტაკი სახელი თუ კაცო. რა შეიძლება რაც კი რაღაცო. რა არის ეს საქართველოს ისტორია აქ ისტორია თქვენ? აქ რო არ გადის თქვენი საზღვარი და ცოტა იქეთ რო არის მოშორებით. არის ციდა ეს თქვენ? ან საერთოდ დოდი ჩამოხვეთ კომანდიროკიდან. Песню Трико Сочи, как колбаски, у тебя лежали на столе, а ты мне строила. Песня не понравилась? Песня მართალია მაგრამ მე მგონი ესეც სიცოცხლეში ცხოვრობს ამის არ იყოს სიცოცხლეში კი არა ესე ცხოვრება ხა დიცში და ესე თუ გაგრძელდა ესე მალე იცხოვრებენ დიდი ღომში შემოლებთ ცხეთაში ციცხოვრებენ თუ ყველაფერს დავხვიჭეთ თვალებს ძალიან ხო ხო მე მგონი ახლა შენ როდესაც ლაპარაკობ საერთოდ ასეთ რაღაცებზე არ შეგეფერება იმიტომ რომ შენ ხარ სიცოცხლეში მცხოვრები ჯერჯერობით კიდე რაღაცაა ლაპარაკობ თავრობის მეთაური ხარ და როდესაც შენ რაღაცაა ლაპარაკობ გააკეთე რეაქცია ძალიან რაღაცაა დრო ლაპარაკობ ეს რაღაცები არ შეიძლება აი ეს რაღაცები ეს რაღაცები რუსეთი ვერ Русиништо друг друга чамуют, да? Русины друг друга чамуют. მე ახლა უბრალოდ მივხვდა თუ შეიძლება ამათ მოული მე ახლა გრუზისკი ჭაჭა აი ეს ეს გავსინჯა რა მაგარი გრუზისკი გიდა ჭაჭა მაგრამ ორი შოკო არ მოიტანა ახლა ჭირს მანქანას? აუ ვინმე გამეხმარეთ რა? აუ რა ჭირს? ვინმე გამეხმარეთ რა? აუ შანსი არ არის? აუ ვაიმე მიშველეთ საპროვეთი პრესტა სად არის? აუ ხახა მიშველეთ რა ვინმე? აუ ელისაბედი და შეხედეთ რა? გამოდი ჩააფრე შვილო მანქანა მაიცა რა ხდება რა
ხომ მშვიდობა, კაცო? დედა ციალა. რა ხდება, გამაგებინე შეუყენებიათ ბლოკზე, გოგო. ვისი, გოგო? ეკასი. დედა არ გადამრიო, რომელ წლიანი, კაცო? 97-იანი. დედა რა ახალგაზრდა შეუყენებიათ, რა მითხარი? დაწყნარდი, შულო, დაწყნარდი რა. აუ, ზუსტად ვიცი, ვისი გაკეთებულიც არის რა. ვისი გაკეთებული? აი, დარწმუნებული ვარ, ელისა და იქ იქნება ნაციონალების გაკეთებული. რატო, შულო, რატო მიადექი ამ ნაციონალებს მაინც და მაინც? აბა, ხა ამერიკიდან კრიმინალები არ ჩამოვიდოდნენ. დედა დაწყნარდი კაცო. არაფერი არ არის ეს უბრალოდ რაგინა დისკი კი არის ახლა. ისი რა არის, შენი ბრალია ეს ყველაფერა. გეუბნებოდი და გარიგებდი, კაცო, მე შენ რომ აიყვან ეს მანქანა და წაიყვანი ზალაში დააყენებდი. არ გიქხარი? ისინი და რას მეუბნებით, მანქანა ზალაში რანაირად დავაყენო? ჯერ ისედაც ისედაც ადგილი არ მაქვს. მამა ჩემის ნივა და ჩემი ძმის ოპელი აყენია. დამანები კაც თავი ერთი შემაზეს გეთავი რა. ახალგაზრდა მერები მაქვს მოშლილი, რაც გინდა ის გახმენა. უგაცრავად. არაფრის გენაცვალე. გამარჯობათ. გამარჯობა. აქ რაღაც ძარცვასთან დაკავშირებით ხო? კი, ძარცვასთან დაკავშირებით და ზუსტად 1 საათი წინ დაგიეკე და სათხარდამდე ხარ. რა იყო თითი ქალბატონო მანქანა შეგვიყენეს ბლოკებზე და სანამ ახალი ეკიპაჟი მოვიდა ცოტა შეგვაგვიანდა ხო? კარგი გადავიდეთ საქმეზე, აბა აღწერეთ როგორი იყო, რა მოიპარეს როგორი. ანუ იცით როგორი იყო? აი შავი იყო, ზუსტად მახსოვს, აი კაი შავი იყო. ესეთი მრგვალი იყო დისკებზე რა, აი ძალიან საყვარელი იყო. თავარი დამავიწყა კიდე. აი უსაყვარლესი ბაბუნი ქონდა გული. ყოველ დღემდე საცოდაობას უსმენგული ვარ. ეს კარები გამიღეთ ერთი შევხვდით. კი ბატონო, აი. ო, ერთი კაპოტი ამიხადე. ეხლავე. აბა. და რას აფასებ? რას? ხო, მოდიში. ბაზრობაზე მეგონა თამეთკი. კარგით, ესე იგი ქალბატონო, ეხლა რამოდენიმე წუთში მოვა ექსპერტი. მართლა? ანუ რაღაც მე გადავჭები, რაღაც ეშველება. კი, ნუ გეშინიათ თქვენ სახში დარეკეთ, უბრალოდ რომ ამაღამ ვერ მიხვალთ რა სახში. მე სახში რატო ვერ მივალ? უნდა დაგკითხოთ ქალბატონო და უნდა წამობზანდეთ და დაგკითხოთ. ხო, გასაგებია დამკითხოთ, მაგრამ მთელი ღამე რა საჭიროა დაკითხვისთვის? არა, თქვენ ახლა შეიძლება საბჯერ 4-ჯერ დაგკითხოთ, რა ვიცი. კი დედა ვაპირე, რა დრო მოვიდა? გადარეული ვარ თო კაცი თო. მართლა. მიჯო, ორი წუთი შემეძინა თო გადაღლილი და ზისგან დამარტყა თავში მე წამთვლიმა გავიგვიძე აგურებზე არა ვარ შეხედეთ. აი მე თქვენ დაგებულია, აი შეგეცე. შეხედე რა დამემართა პროსტა. ო, ერთი ხელწერაა უეჭველი თუ ამათი დედა ვაპირე, ესენი ვინ არის? შეხედე, შეხედე აგურებზე შეგენებული რა. არა, ერთი სულ კი კარგია, ახლა იმ გარაჟს დაამთავრებ რა, უკვე მე რამდენად შეგიყელეს აგურებზე, მაგრამ ესე ციო და ნელა კაცო. როდის მაგას შენ მორჩები ვერ გავიგე რა, აშია საქმე. გამგეობაში ავირბენ ერთი ავხრიგინდები და მოვაყლა რა პრობლემა. შენ დღესია ესე. კარგი პრომისიონერ ქალბატონო, მაშინ თქვენ რაც გაქვთ პირადი ნივთები მანქანაში ამოიღეთ რა. იმიტომ რომ ეს ვერე უნდა დავათვალიეროთ. რატო? პირადი ნივთები ამოიღეთ თუ რამე მანქანაში. ესენი მაქვს. აი ესენი მაქვს. ესენი მაქვს, აგერ და აი ესეც მაქვს კიდე. ეს არის ჩემი პირადი ნივთები. და სახში რა გაქვთ? სახში კარგით, გასაგებია. აი ჩვენი ექსპერტიც მოვიდა, რაღაცა მეშველება ალბათ ხო? დიახ, მე ხლა ამერიკას აქ მოხდა ინციდენტი. კი, აქ მოხდა. პირველში მოგესალმებით ფსიქოლოგიური კრიმინალისტიკის გამოგებიდან გაწუხებთ მე მიულო და ეს თქვენი ავტომობილია? კი, ჩემია. და რა მოხდა? ანუ კონკრეტულად რა მაინტერესებს რა მოხდა? ვერ ხვდებით რა მოხდა.
საბურავები მოხსნილი. საბურავებია მოხსნილი, ძალიან კარგი, ესე იგი უკვე რაღაცა გვაქვს ჩვენ. კარგია, ერთი წუთით გაიწიეთ. ხო, პრინციპში, რო დააკვირდები, შეუღებელი თვალებითაც ჩანს, რომ საბურავები აშკარად მოპარულია. კარგი, ერთი რაღაც გვაქვს უკვე ჩვენ ფაქტისთვის. ძალიან კარგი. ესე იგი, გასაგებია. ეს პირველი ეს მოხსნეს თუ ის მეორე? ხაიმე, რა ვიცი, რეც მეკითხებით, ესე დამხტა რომ მოვედი. გასაგებია, ძალიან რთულად გვაქვს საქმე, მოკლედ ჩვენ ახლა მე მაინც ნომერს ჩავიწერ აქ ამას. ამას შეხედეთ რა. ესეც ჩემ დღეშია. გასაგებია. მე რამე წეს ეჭვი გავთვინ მე ზე შეიძლება ეჭვი ვიღაცაზე აიღოთ რაღაცაზე შეიძლება ასე გამდელად კი დამსული გამდელე. მიზე უნდა მქონდეს ეჭვი, რა ვიცი მე ჩამოვედი, ჩავჯექი და ესე დამხოდა. ანუ რა ხდება იცი მე გეტყვით ახლა პირველში უნდა ეჭვი ავიღოთ რა თქმა უნდა შინაურზე, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება სადღაც შიგნიდან ხდება ხოლმე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სანამ შორიდან მოვა ვიღაცა შინაური აკეთებს ყოველთვის, ამიტომ ხოთებით რაზე გელაპარაკებით ანუ სპეციფიკას. რა ვიცი არ მაქვს ხა როგორ გითხარ შინაურს როგორ დავადო ხელი. ყოველთვის უნდა დავიწყოთ შინაურიდან, მე მაგალითად ახლა ინციდენტის შემდეგ ხომ არ დაგინახეთ მაგალითად დედა თქვენი ხომ არ დაგინახავთ პაკრიშკით. არა, დედაჩი. ესე იგი თქვენ გამოივიწყა. გასაგებია. აყანილი ხართ თქვენ თვითონ? ნაშვილები ხართ? აყანილი ვარ, მაგრამ აი სა ჩაიხლართ და გამოძიება ხედავთ უკვე. გასაგებია. აყვარი ხარ. აჰა. რა მაინტერესებს? ძალიან ისეთი სპეციფიკური კითხვას დაგისვათ. აგურებზე შეგიყენეს მანქანა თუ წკენტებზე? ძალიან სპეციფიკური კითხვა. მანქანა შეგიყენეს აგურებზე თუ წკენტებზე? ავი აგურებზე დგას. აგურებზე ანუ? კი. ესე იგი ქუთაისელის გაკეთებული არ არის. გასაგებია. რამდენი ბორბალი წაიღეს? 5 ბორბალი წაიღეს. 5 ბორბალი. რამე სხვა ბორბალი ქონდა კიდე მანქანა ავტომობილს? სხვა რა უნდა ქონდეს 4-ით თავისი და 1 საათად არის. მაინც რაღაცა 1000 ბორბალია კიდე, ბედის ბორბალი, ღვლიანი ბორბალი, შპაკის ბორბალი არა. ჩვენ მაინც გამორიცხოთ, სპეციალური გამოდელი ჩვენ ჩვენ ეს სპეციალური გამოდელი ის გამოწევიდან საუბრობთ. კარგით, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ. საკეტები ნაწვალები იყო, როცა არა, საკეტი ხმართვა არ იყო ნაწვალები, ჩვეულებრივად შემოვით, ჩავჯექი. საკეტები ნაწვალები არ იყო, ესე იგი სადისტის გაკეთებული არ არის. კარგია. სარკეები მოტეხელიან ნაწვალები იყო? არა, სარკეების დგას თავისუფლე ჩვეულებრივად. ესე იგი პრანჭიას გაკეთებულის არ არის, პრანჭია გამორიცხეთ. გასაგებია, იმიტომ რომ პრანჭიები ნარცები პარავენ ხომ სარკეებს. კარგით, რო გელაპარაკებთ, თვალები ხო არ მეხუჭებოდა პერიოდულად? კი, პერიოდულად. ესე იგი გადავიღალე. კარგით. ესე იგი გადავიღალე. და კარგი მე გავაგზავნებ გამოძიებას კიდე თქვენ გავაგზავნებთ ბატონ გამოძიება. კარგით, დაამთავრეთ ხო? ესე იგი. რა ხდება? ეხლა მე უქმი შევადგინე, ნუ შემომტენით, შეგენაცვალე ჩემი გაჭირვა უყოფნის. ის რა ქვია, უქმი შევადგინეთ, ეხლა მოვა კრიმინალისტი ძაღლით. და იქნებს სული აიღოს, პალი აიღოს რა. სად არის მალე მოვა? შემოვა ეხლა, მოხდა კი ბატონო, ეხლა შევეწყობინე ჩვენ. აუ, კიდე კაი მოხვედი, თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. ლეიტენანტი ფხაკაძე, ლეიტენანტი. კინოლოგიის სამსახური და სასიამოვნოა. ესე იგი რა ხდება? საბურავები მოხსნეს და ვფიქრობთ რომ სადმე აქ უბანში შეიძლება იყოს. აჰა, საბურავებია მოხსნილი, ხო? თუ შეიძლება რომ თქვენ ცოტა იქით გაიწიოთ რომ მუშაობაში ხელი არ შეუშალოთ. აქეთ დატეკით თუ შეიძლება. აქეთ დატეკით. ბაბაქსი, ერთი წუთი გამომართეთ თუ შეიძლება. ჩვენ ძაღლის მეშვეობით ყველაფერს დავადგეთ უფრო დაზუსტებით, ბევრად ვიდრე ჩვენ ახლა გამოძიებას მაინც შორს წაგვიყვანს. და პროფესიონალია სხვადასხვა სპეციალისტი. რომელია ლეიტენანტი? ატვორტები არის რამე? აუ არაფერი. ახლა არ შევშალოთ.
აი ხო რაღაცა ყალია იყო მე მგონი. ყალია იყო მე მგონი. ვაი მე რა საკეთებ? მე გავჭერ ფეკა. ასე ხოთე. მიცანიეთ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. იყავით მოვლენების ეკცენში. გაიგეთ რა ხდება ქვეყანაში. იქნება გასაქცევა და გასაქცევა. ყველა საათსა და 15 წუთში ახლა. ზუგდიდი ტივის ეთერში. მოგესალმებით გაბატონებო და ბატონებო, მივესალმები სრულიად საქართველოს ვინც უყურებს ჩვენს გადაცემას, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია იცოდეთ ყველაზე ცხელი შოუ, დუღარე შოუ. ვა. ცირა ფეხი გაითიშა და დაუძახე იმას რა. მოდი გაითიშა. ეგრე დუღარე შოუა ეთერში, მადლობა გაიხარე. მაჟაზე მინდა გითხრათ, რომ ღირსეულმა მეგრელებმა თანამგზავრზე გაუშვეს ოდიში 1985 და ამიერიდან მთელი მსოფლიოს მეგრელები ვიყურებენ. დღევანდელი გადაცემის თემა მსუბუქი ყოველწლების გაბატონები და მათ შორის არსებული პრობლემები. ასევე გვაქვს ჩვენ ინტერაქტივი ძირფასო მეგობრებო, რომელიც მოცემულია მონიტორზე. ინტერაქტივის კითხვა: ხარ თუ არა მოწოდებით მეძავი? კი? არა? პაპრაზნიკა. დააფიქსირეთ თქვენი ეზრი აუცილებლად ჩვენ გადაცემის ბოლოს გამოვარკვევთ რა თქმა უნდა შედეგებს. მოკლედ დღევანდელ გადაცემაში ჟიმნი დასვავს კითხვებს, ჟიმნივე მიიღებს პასუხებს და ჟიმნივე გააკეთებს ამ გადაცემის რეზიუმეს. მოკლედ მაგარი ჟიმნაობა დღეს ამ ეთერში ჩვენთან. კლარა ცეტკინი მოკვდა. ანა კარენინა მატარებელს შეუვარდა. იულია ტიმოშენკო დაიჭირეს. ელისო როსკიბოვა ცოცხალია და დღეს ჩვენთან მოვიდა სტუდიაში. ელისო როსკიბოვა სტუდიო. დიდი მადლობა. და მისი მეგობარი განუყრელი, მოგესალმებით. დაბრძანდით. მასთან პრიამო ჯახში შევა და დებატებს გამართავენ მივესალმოთ მეორე გრაის ჟანა და ჯანა. დიდი მადლობა რომ გამონახეთ რო და მოხვედით. ჩვენთან გადაცემაში მე ცოტა შემაღლებული და შემოუჯდები რომ ზემოდან გიყო რა. წერა გაუშვე ჭაჭარაზე. პირველი კითხვა მინდა დაგისვათ. ძვირფასო მეგობრებო, როგორც ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები და პირველივე კითხვა მინდა დაგისვათ მსუბუქებო. პირველად როდის შემსუბუქეთ? ეს იყო ძალიან ადრე, როდესაც არასრულწლოვანი ვიყავი. ნიახ. 35 წლის. მოხდა ისე რომ ფული მჭირდებოდა, თან მაინტერესებდა და თან ნასვამიც ვიყავი. და ამ ყველა მიზეზის კონგლომერატმა განაპირობა ის რომ დიახ, მინდა ვთქვა რომ ამ საქმეს თუ იწყებ, ბოლომდე უნდა მიყვე გაჩერება ძალიან ძნელი. სევიჩკას ამიყვები და რომ დაიწყებ ვერ ჭერდები ხო? ცირა ჯაიწერე კი ბატონო დიდი მადლობა. ჩვენ დღეს გადაცემაში ძირფასო მეგობრებო უნდა ყოფილიყო რაღაც საკითხებში კომპეტენტური ექსპერტი კორტნე მაკალათია, მაგრამ მან ვერ მოახერხა რაღაც მიზეზები, ტექნიკური მიზეზების გამო მოსვლა და ამიტომ ვერ გავაკეთებთ ამ გადაცემის ერთგვარ რეზიუმე, შეიძლება ეთქვას. რას მოახერხებდა, გაუხმეს დავი. კიდევ კაი მე ვივაშკაცე, თორე მეც ვერ ვიქნებოდი დღეს. რა გადარეული ხო? მე მაინტერესებს ერთი რამე. თქვენ გაქვთ კონფლიქტი ერთმანეთში. საიდან დაიწყო ეს კონფლიქტი, რომ
მოგახსენებს თუ შეიძლება მე ძალიან კარგად მახსოვს სხვათა შორის 2011 წლის ერთი მშვენიერი სამუშაო ჩვეულებრივი დღე იყო. მობრძანდა ეს ორი ქალბატონი გენაცვალე, დაიწყეს აქ ხელების პარჭყვა, უწმაწური სიტყვების ლაპარაკი, მოინდომეს ჩვენ ადგილას დადგომა გენაცვალე და მოხდა რაღაცა შეკამათება და ყოველ დღე ცდილობენ დააქვთ ჩვენზე ზეწოლა და უნდათ რომ ჩვენი ადგილი დაიკავონ. დედას ასე უნდა ვიყო. აი ეს იყო მიზეზი, თავარი მიზეზი. ჩვეულებრივი სიცრუე რაღაცას ბოდიებს. სიცრუე კი არა გაკმინდე ახლა ხმა. სხვათა შორის ჟიმნი მე თავიდან ამ ქალბატონთან მუშაობდი. დიახ. მაგრამ მე მოვიდა და დამბლოკა. დამბლოკა რატომ მოგა საინტერესოა? იმიტომ რომ მე საერთოდ მუშაობის დროს ვაკეთებდი ელა ფიცერალდის პაროდიას. შესაბამისად მყავდა ძალიან ბევრი კლიენტი. ამას შურდა ამ ქალბატონს ჩემი. ერთ დღესაც მოვიდა გენაცვალე და მითხრა შენო სექსის დროსო ელა ფიცერალდის პაროდიას ვეღარ გააკეთებო. რა უდაქნა? ანუ ერთგვარი ტაბუ დაგადო? დამადო და დამბლოკა. მე მინისტრმა დარეკა და მაინც ვაკეთებდი ამ პაროდიას, მაგრამ მე თვითონ მომბეჭდა და წამოვედი. კარგი, დედები, ძალიან თქოს გადაცემის პრიამა ეფირია და პატივისცემთ ეთერს უჯერება. რა მაინტერესებს? როდის გადაწყვიტეთ ამ პროფესიას გაყოლოდით? აი თქვენთან მაგალითად დავსვათ კითხვას. ჩემო საყვარელო, მოდი მე გავშლი ამ თემას. კარგი. ქალო, შენ ფეხი ვერ გაგიშლია, მარილები გაწეხეს. რა თემა უნდა გაშლა? რაიმე, ქალო, არ მიდე გაცდი და შენ ლეჩო. გაჭერდი. და გადავირი. მოგები გასო, სოფლის გუდა ეს. ეს მოხდა პირველად, როდესაც მე წავედი თურქეთში ცეკვიდან გასტროლზე. მაშინ მედოლე გახდით. არაშეულებრივად უკრავდი დოლზე. ანუ არ ვიცი. გადასარევი. ნუ არ ვიცი მე როგორც ფიქრობდი, ისე არა ეწყო ყველაფერი დამადეპორდეს. ჩამოვედი აქ და გავხსენი ფილიალი. აი ზუსტად ამას ვლაპარაკობ, რომ ის საქმე, რაც ჩვენ დავიწყეთ, მაგაში ვართ პირველები და ფილიალები, რაც გახსნილი გვაქვს, ეს არის ჩვენი და კანონიერი გზით. ამათ რაც გახსნილ, ეს არის არაკანონიერი და არალეგალური, საიდანაც მითვისებთ. თავიდან ჩვენ მქონდა ინმეწარმე გახდით მე და მე უკვე ბრუნვა იმ ხელაზე ავიდო, რომ შეფესე გახდი. ჩათლახი 73 გავხსენით და მუშაობთ ეხლა. რა მუშაობა ჩვენ ძალიან კარგად და ისე ლეგალურად მუშაობდით რა. ვიდექი ჩვენთვის ცირკთან გენაცვალე, მობრძანდა ეს ორი ქალბატონი, მიმაჩოჩეს და არ შემაგდეს ცირკში. რით მიშოვა ეხლა მე ფული, ჰა? აი ამითი? აი ამით, ხო? ისავლია, ჩემო გახსნა, ისავლია, მაგრამ მაგასაც ვერ აკეთებ ნორმალურად, ყველაფერში უნიჭოროხა. უზრდელები არიან, ამაზე მაქვს ლაპარაკი და ტაქტი არა აქვს. რა სიტყოვე, საერთოდ, ჩემო კარგო, შენ გიღასწორ, ჩემო ჟანა, ქალბატონი თინა, ქალბატონი ლამარა, როგორი იყვნენ ჩვენთვის და როგორ შეციცინებდით. აბარა, რამე დაევალებინა და საქმეს ვართმევდით ხელიდან და ეს უზრდელები ესენი ოღონდ მანქანა გაჩერდეს გარბიან ეგენი. რაც აღებს იქნება ჩვენთან ის მანქანა. კარგი, ერთი წუთი. თქვენ გითხავთ, რომ პროსტიტუცია იყოს ლეგალური, მოკლედ რომ აუცილებლად პროსტიტუცია უნდა იყოს ისე როგორც ჩვეულებრივი სამსახური. ჩვენის ხალხი არა ვართ, რომ გადასახადებს დავემარლოთ ჟიმნი. ჩვეულებრივად დღგ-ს გადამხდელები ვიქნებით და შევიტანთ ბიუჯეტში ფულს და მოვახმარებთ სახელმწიფოს. ეს გასაგებია, თქვენ ცოტა რთული ბუღალტერია გაქვთ, მაინც დასაბალანსებელია თქვენი ბუღალტერია, თორე იმდენი შემოსავალი, გასავალი. დედა მოწევდა სიგარეტს კაცია. სიგარე ეფრიზა იტერ. კარგად. რამდენ საათს მუშაობთ რა გითხრათ აი ამ პროფესიაზე? ახლა შრომითი კოდექსით 15 საათი იყო ჩვენთვის და მე უკვე დაგვიწიეს 8 საათამდე და ცოტა კი ამოვისუნთქეთ რა შევაღება საქართველოს პროფესიას. დიდი მადლობა. იმენა დღევანდელი გადაცემის სპონსორია მინდა გითხრათ პრეზერვატივების წარმოებელი კომპანია ბუსუსებიანი ქვეყანა. იხმარე ბუსუსით, თუ ხარ მოსოსი. ეს ერთგვარი რეკლამა. ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება ეხლა ამ წუთებში გაუშვით ერთ-ერთ საროს კიპოში ესე რომ ვთქვათ სიუჟეტის გასაკეთებლად და მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი ვასო პრიამო ეფირში ხარ გესმით ჩემი
ალო დიახ ჯიმი გისმენთ რასაკეთებ შენ არც აწერე ინტერვიუ ჩავწერე ინტერვიუ კაცო ორჯერ უკვე დედა გადავიდე რა ინტერვიუ ჩავწერე ბიჭო ფული გადავატანე შენ კომანდიროვკის და რასაკეთებ მან წერ ხარჯი $100 ხო მომეცი კაცო კომანდიროვკის კი მომეც მე რა უყარი დავხარჯე დედა გადავირები ეხლა მოკლე წერა განტიჯე გადავიდე ჩაბაგე მომას ლოგი ჩაბაგდე ბინაკაზე კაცო გააკეთე მიდი ეხლა სიუჟეტი მომზადე გაიგეთე თავს გამაგზავნოთ ჩვენი გადაცემა დიახ ძალიან ტექნიკისგან მის თქმა მინდა რომ ამათმა და ამათნაირებმა უნდა დაიმახსოვრონ ერთხელ და სამუდამოდ ჩემო კარგო მე ვარ ამ საქმეში პიონერი და ყველანაირი უფლება მაქვს მე ანუ არ მინდა მოიხედები ტურასავი და ვარ პირველი და საქართველოში კი არა თელ SSR-ში პირველი ვიყავი ვინც გამოვედი ქუჩაში და დავიწყე ამ საქმის წარმოება ჩემო კარგო ანუ თქვენ და პაპეტა ერთად გამოვედით ქუჩაში ეს ერთი ადგილი, სადაც ჩვენ ახლა ვდგევართ. ერთი მიყრუებული, მიბინძურებული, მიტოვებული ადგილი იყო. ჩვენ გვედა ჟანამ გავასუფთავეთ, გაზონები გავკრიჭეთ, მერე ყვავილები დავრგეთ, ბაღები გავაშენეთ. მარტო სექსი ხო არ არის რა, ადამიანს სულიერებაც ხო გჭირდება. სულიერებაზე უკაცრავად, ხალო რა სულიერებაზე ველაპარაკებ? შენ ჩათლახო, შენ არა პროფესიონალო. საკითხავი შენ ხალო მოწმე ხარ ტენდერი მოვიგეთ ჩვენ ხალო. რა ტენდერი? ტენდერი მოვიგეთ ჩვენ ხალო, ტენდერის საბუთები მაქვს წამოღებული. აი აგერ გენაცვალე მთელი ერთი მთელი 73 წლიდან მოყოლებული დღემდე. კიდე მაქვს აქ ეს რა არის ჯანდა ბაბა. რა კაი საბუთებია კი? შეინახეთ კაი საბუთებია კი? ეს არ ვიცი გენაცვალე რა ტენდერია. არ მაინტერესებს ეს ტენდერი მე მაგრამ ხო ჩვენ რომ მივედით იმ ტერიტორიაზე დიახ მაშინ გენაცვალე იქ არავინ არ იდგა ნამდვილად არავინ არ იდგა ხალო თუ ხარ ნორმალური მანეთ არ იდგა ახლა 1-2-3 კვირა ჩავწექი უბრალოდ საწარმოო ტრამა მქონდა და არიქა და ჩაიგდა ხალში ადგილი ხო რამო მეგობართან ერთად გადავიჯექე მანქანით ხრამში და საჭე ვერ დაიმორჩილა თუ რატო არ ვიცი იმ პერიოდში გზას არ უყურებდი მე ახლა მოდით რა ძალიან გთხოვთ შევთანხმდეთ ახლა იმაზე რომ ჩვენ უფრო მეტი კლიენტი გვყავს ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ იმიტომ რომ უკეთესი პირობები გვაქვს რა პირობები გვაქვს ჩემო ჟიმნი და აი მაგალითად თუ ადამიანი ჩვენთან 20 ჯერ მოვა მას ერთ სალ გათამაშების ბილეთს ვაძლევთ ხო ესია გვაქვს უამრავი სიურპრიზები ახალ წელს გენაცვალე შეიძლება კია სპორტიჩის კი მოიგო ბევრად უკეთესი აქცია. ჟიმნი ეხლა წარმოიდგინე ფულს მალავთ მკერდში. კლიენტი მოდის, თან ეძებს, თან თამაშობს, თან სიამოვნებას იღებს, ხო? რა გინდა მეტი შეგაი ადამიანო. რითი უნდა გამაკვირო შენ? ყველა კლიენტი იგებს აუცილებლად? ხო, ყველა არა, ხანდახან ამოდის კიდევ სადეთ. ეგეც კი ბატონო. რაღაცით მაკვირვებს. რა ყველა ეს ლაპარაკობს და ცოტა მხიარულ მოხდასეც კი დამაგენებ, მაგეთქვა და მაინტერესებს რამე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდით? რა პოზაში? ნებისმიერში? მიყვარს იუგორიში. აბა გიზმან გაიხსენებ რამე? კი, მე გავიხსენებ მახსოვს ერთხელ კლიენტმა შემომაყარა ყალბი $50-იანი. მე ვითომ ვერ გავიგე. რაო ხერი ვერ ხო იცი. ხო და კვლესა მქონდა ფონოგრამაზე ჩაწერილი და ის ჩაურთე. ბანძები ხარ. კურიოზებშიც რო ბანძები. რატო ვარ? გავა ბანძი რა არ მოგეწონა. მაგის მოყოლას 2 წიგნი წაგეკითხა რაღაცა. რა 2 წიგნი წავეკითხა რა არ მოგეწონა. საერთოდ რამე წაგითხული კამასუტრა თუ გაქვს მაინც გადაშლილი შესაძლოა შენ და ნანახი თუ გაქვს. კამასუტრაო თუ გაქვს? უციგნურები ესენი და ესენი ყვებიან კურიოზებს აქ და ჩვენ უსმენთ. გამომივიდა ახლა ეს ძალიან განათლებული ხარ. ვერც მოხვალ ჩემამდე ვერასოდეს. კარგი ხალო რა განათლება შენ გაქვს ახლა რო გადაგვაყოლეთ. რა განათლება მაქვს და თურქეთში მაქვს
ესაუ დამთავრებული ეგაც გაყოფა შენ. მოიცა კაცო თურქეთში ესაუ არის? როგორ არ არის კაცო? ტრაფიკინგის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის? ლამარა ბულბულოხლის რიზმაში ვიყავით. არ მეწოდი, ნამდვილად არ მეწოდი კაცო. კარგი, ნუ კამათობ, ძალიან გთხოვთ, მე მაინტერესებს ზარია სტუდიაში, ზარია უფლებადამცველი ვიკავშირდება. დიახ, გესმენთ, თქვენ მიღდა ბილეთებში. საღამომშვიდობის მოგესალმებით, უფლებადამცველი. ბექარიო წივწივაძე. გისმენთ. ეხლა მე გიყურებდით რა, გისმენდით და ეხლა ეგ ქალბატონი ელისო თუ არ ვწდები, ხო? დიახ, ხო, აი ქალბატონი ელისო უფლებებს არ ღვევს, ადამიანის უფლებებს არ ღვევს და აი ამის გამო მე ვფიქრობ, რომ უნდა რაღაც დაეკისროს სასჯელი. თან არის. რომ უფლებები ირღვევა. კარგი, ერთი გვარი მითხარი შენი, ჩემო კარგო. ბექარიო წივწივაძე. მოდი გიცანი, ვინც ახარ და რა უფლებების დარღვევაზე მელაპარაკები შენ თვითონ. რა ნამუსით მელაპარაკები, როცა 1000-ჯერ და 2000-ჯერ მიიღებდი უფლებებს ნისია, ჩემო კარგო და ეხლა მელაპარაკები, შენ ვიღაცა თაქსერი ხარ. რატო არ ეკითხა? დაწყდი მაგალითად. არ ვიცი, ახლა ეგენი იყო და შემბავი რა ზარი იყო. ყოველდღე ნისიათ რო არღვევდა უფლებებს იცოდა. კარგი, გავაგზავნოთ გადაცემა ძალიან გთხოვთ. მე უკვე ერთი წუთი უკაცრავ დიდი ბოდიში რა. ალო? ბატონო, ისა გადაცემის ჩაწერაზე ვარ და გეხვეწები მოგვიანებით დამირეკე რა. 100 ჩაწერაზე ვარ მეთქი ახლა და რა გჭირს ვერ გავიგე. $300. კაი დამელოდე გამოდივარ. მე ძალიან დიდი ბოდიშით უნდა დაგტოვოთ რა სასწრაფოდ უნდა გავარდე. რა ხდება კაცო? ისა ბებია დამეღუპა და დედა რას ლაპარაკობს? იოლკი ამოხოთა $300 ელისაბათსა და ამას და აეღობა ბებია და ჩვენ ცოცხლები ვართ სასადო. სულს რო გაყიდი $300 ამაზეა ლაპარაკი. დიდი კაცო ბებია დამეღუპა აღარ ვიგო ეხლა. მე რამდენი? ვიქალო რა მე რამდენი შენ ნორმალური ხარ? სასაცილო. რატომ მოხდა საერთოდ ესეთები რა? რატომ მოხდა? გაჭერდე რა არის ვერ გავიგე. იოლკი ბალკი რა არის ბატა? დიდი მადლობა ჟურნალისტებმა მაყურებლებმა რომ მიყურებთ ჩემს ჩამდე ტირაჟი უფრო ცხელი და დუღარი თემებით შემდეგ იქნება იქნება ქალაქჩუნა კაცები და პათოლოგი ქალები არ გადართოთ დაგებულები სულ მალე დასწრა და მიდე და იცნობ